მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ჩვენ განვაგრძობთ სულიერი დღიურების საკითხვას ჩვენი ბავშვების მიერ ამ კვირის განმავლობაში ჩაწერილი იქნა სხვადასხვა წმინდა მამის სიტყვა, რომელიც წიგნებსაც ესენი ბავშვები კითხულობენ და ჩვენ შეგვეძლება, რომ დღეს ყველამ ერთად მოусმინოთ. მე ვკითხულობდი წიგნს, რომელშიც ეწერა სხვადასხვა წმინდანების წამებაზე. და მე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან მომეწონა ის, როდესაც ამბობენ გრიგოლ ხანძთელზე, როცა მოვა უდაბნოს ვარსკვლავი, მაშინ მოგვარდება საქმე. ეს ნათქვამი იმიტომ მომეწონა, რომ გრიგოლ ხანძთელს უწოდებდნენ უდაბნოს ვარსკვლავს. მე ვკითხულობ მამა პაისი ათონელის პირველ ტომს ტკივილთა და სიყვარულით თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და მე მომეწონა საკუთარი თავის ხვის ადგილზე დაყენება, რომ შეგვეძლოს ბევრი რამ შეიცვლებოდა. ეს იმიტომ მომეწონა, რომ ადამიანმა რო თავისი თავი დააყენოს სხვა ადამიანის ადგილზე და მისი ტკივილიც და სიხარულიც გაიგოს და ისე იგრძნოს, როგორც იმ ადამიანს ტკივა თუ ხარია, ბევრი რამ შეიცვლება და ბევრი ადამიანიც არ იქნება, ვისაც გული ეთკინება. მე ვკითხულობ ბერიოს აბატოპედელის ლოცვის მისტაგოგიას და ამ კვირაში ყველაზე მეტად მომეწონა ეს ფრაზა. უნდა ვევანდოთ არა საკუთარ თავს, არამედ ღმერთის მოწყალებასა და სიყვარულს. ადამიანი არასდროს არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ თავზე, რადგან ის მარტო ღმერთის დახმარების გარეშე ვერაფერს შეძლებს. არამედ მთლიანად ღმერთზე უნდა იყოს მინდობილი და უნდა ჰქონდეს იმედი მისი დიდი სიყვარულისა და მოწყალებისა. მე ვკითხულობ წმინდა იოსების სიკასტის ცხოვრებას და მის წიგნში მომეწონა ყველაზე მეტად ეს და ამასწავლეთ. ადამიანთა სიყვარულმა და თანაგრძნობა მისე შეიძლება შეიგნოს უგუგოს განსაცდელი, რომ მის სიმძიმეს ოდნავ გრძნო და პირიქით კაცს და უხეშობა და სისასტიკე ჯვარის ზიდვის ტკივილს აუტანეს ხდის. მე ვკითხულობ მამა პაისის მეოთხე ტომს და ამ კვირაში წავიკითხე ეს წიგნი და მომეწონა ეს ფრაზა. სიყვარული ზრდის და ამწიფებს ადამიანს. ის რომ უბრალოდ გიყვარდეს ადამიანი ცოტა. ადამიანი შენს თავზე მეტად უნდა გიყვარდეს. როგორც დედას უყვარს თავის თავზე მეტად თავისი შვილები. მე ამ კვირაში წავიკითხე მამა პაისი მთაწმინდალის ცხოვრება და გამოვარჩევდი ერთ-ერთ ეპიზოდს. მამა პაისი აწუხებდა ფილტვები და ამის გამო მას გაუკეთეს 10 საათიანი ოპერაცია. ხოლო ოპერაციის შემდეგ მან თქვა 4 ლიტრი სისხლი დაუვარე და ამასთან ერთად ერთი თვალით ვეღარც ვხედავდი, მაგრამ ამაზე არ ვწუხდი, რადგან ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდან ბრმა. ხოლო მამა პაისი ამით ჩვენ გვაუბნება, რომ უნდა ვიყოთ მადლიერები ყველაფრისა, თუნდაც მცირეოდენის, რადგან შეიძლება ზოგს საერთოდ არ ქონდეს. ეხლა გამახსენდა, გუშინ უყურებდით არასერიოზულ კაცში რომ მამა რო დაბრმავდება, გახსოვთ ეგ მომენტი და რო გამოვა და ეთყობაო, რაც სანახავ იყო, ყველაფერი ვნახევ. ეგ ზოგადად ქრისტიანის დამოკიდებულებაა. ეგ ხა ჩვენ ადვილად ჭიკჭიკებთ და ლაპარაკობთ ამის შესახებ, მაგრამ აი სიტყვაზე ვამბობ, ვიღაცამ ფეხი მოიტეხა და ფეხბურთის თამაში უყვარს. და რო თქვას, მართლა აი გუწრფელად რო თქვას, რომ ეთყობა, რაც საჭირო იყო, უკვე ვითამაშე. ვიღაცას სიმღერა უყვარს და რაღაცა პრობლემა შეექმნა, ვეღარ მღერის. ეთყობა, რაც საკმარისი იყო, უკვე ვიმღერე. და ასე შემდეგ. აი ეს დამოკიდებულება ქრისტიანს რო ქონდეს, ეს საოცარია. ოღონდ ძალიან რთულია. ამას შრომა ჭირდება, რომ აი ამ ცნობიერებამდე მივიდეს. შინაგანად რომ მართლა ესეთი იყოს, თორე გარეგნულად შეიძლება თქვა ვიღაცის დასანახად, მაგრამ შინაგანად შენ ამ განწყობაზე არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანი. ვკითხულობ წმინდა სერაფიმ შაროვილის წიგნს და ამ კვირაში მე ყველაზე მეტად მომეწონა შაროვის უდაბნოს ერთ-ერთი ბერმონაზნის ისტორიები, მისი ბრძოლები უწმინდურ სულების წინააღმდეგ. იგი ყვება, რომ ერთხელ ღამე როცა ლოცულობდა მისი სენაკის კარებთან მხეცის დიდი ხმა გაიგო. შემდეგ კი ხალხის ღრიალი და უამრავი ადამიანი მას კარებს უმტევდა. შემდეგ კარებს მოამტვრიეს ბირთვი და უდიდესი ხის მორი ფეხებთან დაუგდეს, რომელიც
8 კაცმა ძლივს გაიტანა მისი სენაკიდან. ასევე კიდევ ყვება იმას, რომ განსაკუთრებით ღამით, როცა ლოცულობდა ხოლმე, ხშირად ხედავდა, რომ მისი სენაკის 4-ვე კედელი ინგრეოდა და მის იქიდან გამორბოდნენ მხეცები, რომლებიც საშინად ღრიალებდნენ. ასევე ყვება იმას, რომ იგი როცა ლოცულობდა, მის წინ უეცრად წარმოუდგებოდა კუბო, რომლიდანაც მიცვალებული დგებოდა. იგი მან შიშები არ დათმო და ეშმაკმა რომ ვერაფრით ვერ დაათმობინა მისი მოღვაწეობა ამ ბერს, ბოლოს გადაწყვიტა, რომ ისე უფლისნებით ასე თი რაღაცები ექნა ამ ბერისთვის. აიტაცებდა ხოლმე ჰაერში და მთელი სიმძლავრით ძირს დაახეთქებდა. ამ დახეთქებას უფლის მფარველი ანგელოზის გარეშე ვერაფრით ვერ გადაურჩებოდა. ასევე ერთხელ ამბერს შეეკითხა ერთი ერისკაცი. მამაო, თქვენ ხედავთ ბოროტსულებს, მან კი მიუგო. დიახ, მე ვხედავ მათ. როგორც ცოდვილი ადამიანისთვის შეუძლებელია ანგელოზის დანახვა, ისეთი საშინელება ეშმაკის ბოროტისულის დანახვაც. ისინი ძალიან საიზღრები არიან. იგი ყოველთვის ამას გადაურჩეოდა ხოლმე პირჯვის გადასახვით და იგი ბოლოს უკვე სიმშვიდით ცხოვრობდა და ღმერთს მადლობდა ამისთვის. ანუ მან ახლა რაზე აიცი ლაპარაკი, რომ აი დიდ მოღვაწეებს, როცა უკვე ცდუნება ვერაფერს ვერ აკლებდა, საკუთარი დაცემული ბუნება, მერე ეშმაკების ცდუნება, მერე მათი შიშები, მათ მიერ მოგრილი შიშები. მერე უკვე ისინი ხილული სახით ეცხადებოდნენ და უამრავი შემთხვევა იმისა, ეხლა რასაც ანდრე აღწერდა წმინდა სერაფიმ საროველზე, რომ არა მარტო ამ წმინდანის, არამედ სხვა წმინდანების ხილულად ეჩვენებოდნენ და სცემდნენ. წარმოიდგინე. მაგრამ ეგ ეხლა ადამიანს, რომელსაც ჯერ თავისი თავი გასჭირებია, თავის თავს ვერ მორევია, თავის სიზარმაცეს, სიძუნწეს თუ ასე შემდეგ, იმას არ გამოეცხადება, ღმერთი არ დაუშვებს მაგას. მაგრამ ვინც უკვე წარემატა ამ სულიერ ცხოვრებაში, იმას უკვე სასპარეზი აქვს ბრძოლის. შესაბამისად გვირგვინებით დიდია ამ ადამიანებისთვის. მე ამ კვირას წავიკითხე ღირსი იოანეს სინელის წიგნი და მე ამ წიგნში მომეწონა ფრაზა ის ვინც სანატრელი ლოცვა მოიპოვა, იგი უახლოვდება ღმერთს, ხოლო განერიდება ეშმაკს. ეს ფრაზა კი იმას ნიშნავს, რომ თუ გულით ილოცებ, მაშინ უფრო და უფრო შეიყვარებ ღმერთს და იგრძნობ მის არსებობას. ხოლო ღმერთი უფრო დაგიფარავს ეშმაკებისგან. მე ვკითხულობ მამა გაბრიელზე მოგონებებს და აქედან გამოვარჩევდი იმ მომენტს, როდესაც მამა გაბრიელი იყო მონასტერში და იგი იდგა ერთ-ერთი მაღალი სკამის ძირას. და ასე ვთქვათ, იგი ცეკვავდა. ამ დროს გამოიარა იმ გოგომ, რომელიც ამ წიგნს წერს და გულში განიკითხავდა მას. და მამა გაბრიელმა თვალი იქამდე გამოაყოლა ამ გოგოს, სანამ არ წავიდა და თვალს არ მიეფარებოდა. და შემდეგ ეს გოგო მიხვდა ამ ყველაფერს, რომ მამა გაბრიელი ამ დროს მისთვის ლოცულობდა, რადგან სხვა ადამიანებიც არ განეკითხა. მე ვკითხულობ მამა გაბრიელი ნაუბარის პირველ ტომს და რატომღაც ეს ფრაზა მომეწონა ამ კვირის საკითხებში. უშეცდომო არავინა, თუმცა შეცდომის გამოუსწორებლობა უფრო მძიმე ცოდვაა. ზოგადად ადამიანები გამოუსწორებლობა მძიმე ცოდვაა. ზოგადად ადამიანები ამ ქვეყანაში ერთხელ მოდივართ და მივდივართ. ადამიანები ხორციელი სიამოვნების მიღების დროს მრავალ ცოდვას ჩადიან. ზოგს გონია, რომ ეს ცოდვები აღარ მიეტევება, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ თვით უფალი ამბობს, რომ თუ ადამიანი შეინანებს, ეს უფრო კარგია და ეს ყველაფერი უფალსაც გაუხარდება და თვითონ ადამიანის სულსაც. უფალი ამბობს, რომ არა არის კაცი, რომელიც ხონდეს და არა სოდვს. ვკითხულობ წმინდა იოსებ ვარტოპედელის ცხოვრებას. და ის ამბობს იმისათვის, რომ ღმერთს დაუახლოვდეთ, ჩვენ ის უნდა შევიყვაროთ. რამე თუ თავად პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. და ის გვასწავლის იმისათვის, რომ ღმერთი შეიყვარო, შენი ყველა ფიქრი, შენი ყველა მოქმედება ქრისტეს მიმართ უნდა იყოს. ის გვასწავლის, რომ დილით და საღამოს და თუ შესაძლებელი იქნება, თითოეულ ჟამს ქრისტეს ღვთაება უნდა წარმოვიდგინოთ. მისი ლოცვა მამისადმი, მისი ჩვენდამის სიყვარული, მისი სიტყვები, მისი ჯვარცმა და ამგვარი ფიქრებით ჩვენ მივიზიდავთ ღმერთს და ღმერთიც მიგვიზიდავს ჩვენ. და თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ დავინახავთ, რომ ღმერთი ჩვენ გვცვლის ქრისტიანებად
და ჩვენ ამ შემთხვევაში ნაკლებ შევწოდავთ და ვერც ეშმაკი ვერ მოგვიახლოვდება. მე ვკითხულობ მამაპასის მეოთხე ტომს. მამაპასი ასეთ რამეს გაუბნევა. ღმერთი არტყობს იმ ადამიანს, ვინც საკუთარ თავს მთელი მინდობით გადასცემს მის ხელს. ამ სიტყვით მამაპასი გაუბნევა, თუ კი ჩვენ მთელი გულით და სულით მივენდობით ღმერთს, მაშინ ჩვენ ღმერთი არ მივკატოვებს, როგორც წუთის სოფელში, ასევე მარადიულ ცხოვრებაში. მე ვკითხულობ წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის ასკეტური გამოცდილება და სწავლებანი. და ამ კვირაში მომეწონა ერთი ასეთი გამონათქვამი. ადამიანი ხეს გავს, რომლის ფოთოლს ხორციელი ღვაწლი წარმოადგენს, ხოლო ნაყოფს კი სულიერი. ჩვენ წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. აქედან ნათელია, რომ ადამიანის ყოველი ღვაწლი უნდა იყოს გონებისკენ, ანუ ნაყოფისკენ მიმართული. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხე ფოთლებით იყოს დაფარული და შემკული. ამიტომაც ამ ფოთოლს კი ხორციელი ღვაწლი წარმოადგენს. ამიტომაც ადამიანი, რომელიც გონებას არ იცავს და მხოლოდ ხორციელი ღვაწლის იმედი აქვს, მისი ღვაწლი არ შეიწირება და ასეთი ადამიანი მოიკვეთება და ცეცხლში ჩავარდება. ანუ რაზე ახლა ლაპარაკი აი რომ დააგვი შეიძლება ლოცულობ, შეიძლება მარხულობ, შეიძლება წირვაზეთ გახარ ღამესათევ, ეს ხორციელი ღვაწლია. მაგრამ თუ ამის იქით სულიერი ნაყოფი არ გაქვს, ანუ სიმდაბლე არ გაქვს, სიბრალული არ გაქვს ადამიანების, სინანული არ გაქვს, მაშინ აზრი არ აქვს გარეგნული მას მარტო რამდენიმე ტანია გააკეთე და რამდენი ილოცე და იმარხულე. თუ ამას ამპარტავნება მოყვა და სულიერი ნაყოფი, ანუ სიმდაბლე არ მოყვა, სიყვარული არ მოყვა, სინანული არ მოყვა, მაშინ ის ფოთოლი ფოთლად დარჩება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. თუმცა ის ნაყოფი რო დაიცვას, იმისათვის ის ხორციელი ღვაწლით საჭირო, როგორც ის ფოთოლია საჭირო. მე ვკითხავ წინა დიდმოწამე დამკურნალე პანტელეიმონის წიგნს და ამ კვირაში წაკითხულთაგან ყველაზე მეტად ეს ამბავი მომეწონა. იყო ერთი 12 წლის ბავშვი, რომელსაც 1868 წელს ერთ-ერთი მძიმე დაავადება შემთხვა. ამ დაავადებას ვერ შველოდნენ. ღამე ღამეც ვერ იძინებდა. ხოლო ერთხელ ჩასთვლიმა და შემდეგ დაიყვირა. ჩემთან წინა პანტელეიმონი იყო მოსული, სანთელი მომაწოდეთო. მან წყალი მომცა და ეს მითხრა. მე შენს განსაკურნებლად მოვედი აქ. ეს წყალი დალია და მაშინ რომ განიკურნებიო. ხოლო მეორე დღეს მისი დედა წინა პანტელეიმონის ტაძარში წავიდა, რომ გადაეხადა პარაკლისს, ხოლო იქიდან წამოიყო მზეთი და ნაკურთხი წყალი. მზეთი თავის შვილს თავზე სხა, ხოლო წყალი დაალევინა. მას შემდეგ ჩაეძინა და მანამდე ის ვერ იძინებდა და როდესაც გაიღვიძა, უკვე გამოჯანმრთელებული იყო. ანუ რაც ახლა ბარბარე მოყვა ნახეთ რა არის. არსებობს კავშირი წმინდანებთან და არსებობს მათი შეწევნა ჩვენთან. თავარია ჩვენ ამას რწმენით შევხედოთ, აი რომ ენდობი, რომ გჯერა, რომ გწამს, რომ მას შეუძლია რომ შენ გიშველოს, რამდენადაც გწამს, იმდენად ის მოგეხმარება კიდეც. მე ადრეც ხო მოგიყევით. ჩვენი მარიამი, ესე იგი, ხელი ძალიან ხშირად უვარდებოდა ხოლმე და მერე ტიროდა, პატარა იყო, არ ვიცი რამდენი წლისა იყო, 3-4 წლის რო იყო. მერე ექიმთან გავაქანებდით, ექიმი ჩაუსაო და წამოიყვანით და ერთხელ ესე მოხდა, რომ მე სახში არ ვიყავი. თურმე ამას ხელი ისევ ამოუვარდა, აი ოდნავ რომ ხელი მოგეკიდა ესე რაღაცნაირად, ხელი წუთშივე ამოუვარდება. შესულა ხატებთან და ესე თავისი მტკივანი ხელი ტირილით, აი წარმოიდგინე ლოცვის ძალას ვამ. შესულა და არ ვიცი ახლა იქ რა სიტყვები თქვა, მაგრამ გამოვიდა და ხელი ჩასმული ქონდა. და საოცარი ის არის, იმის მერე საერთოდ აღარ დამართნია ეგეთი რამ, აი 5 წელი გავიდა დაახლოებით. იმის მერე აღარ დამართ. ხოდა ის პატარა ბავშვური ალალი და წრფელი მინდობით რომ მიდის და როლოცულობს შეწევნაც არის და თვითონ ჩვენთაგან შეგვიძლია რომ ამა თუ იმ წმინდანთან ეს კავშირი დავამყაროთ და მათგან ჩვენ ეს შეწევნა მივიღოთ. აი ახლა ჩვენ თუ მარტო
კითხულობთ და საუბრობთ აი ამ წმინდანების შესახებ და საქმით ჩვენ მათთან კავშირი არ გვექნება, ეს არაფერს არ მოგცემს ჩვენ. მე ვკითხულობ მამ პაისის სულიერ გამოღვიძებას და მე მომეწონა ამ კვირაში წაკითხულიდან ეს ადგილი. მამ პაისი ამბობს ერთადერთი რომ ყოველდღურად დანერგო თქვენში რაღაც სულიერ, რომელიც წინააღმდეგება ცოდვილსა და ერულს. და ასე განმარტავს მამ პაისი, რომ ყოველ დღე საკმარისი ორიაბსაც ის წაკითხვაც, რომ ისინი ნენერა გამოდევნიან ჩვენ თავიდან ცოდვილ და ერულ მოსმენილ და წაკითხულ სხვადასხვა რამეს და ნენერა ჩვენი გონება აივსება ამ სულიერის საკითხავით და განიწმინდა. მე ვკითხულობ მამა პაისის მეხუთე ტომს, ნებები და სათნოებები. და მე ამ კვირის წაკითხული მასალიდან მომეწონა ეს ფრაზა. ხოლო საკუთარ თავს თუ მიხედავ და სხვასთან შეხედავ, ხოლო შინაკვლევანებებს შეამჩნევ და სხვას ვერ დაინახავ. ამის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი ამბავი, რომელიც მამა პაისს გადახდა თავს. მამა პაისთან მივიდა ერთ-ერთი ადამიანი და უთხრა, რომ აღარ სურდა იმ კონკრეტულ მონასტერში ღვთისმსახურებას დასწრებოდა, რადგან მრევლის ხმაურის გამო მას ხელი ეშლებოდა ღვთისმსახურების მოსმენაში. ხოლო მამა პაისმა ამაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ ასევე უთხრა, რომ სანამ წავიდოდა იქამდე ერთი ასეთი რამ გაეკეთებინა მისთვის. სანამ წავიდოდა იქამდე წყლის სავსე ჭიქა აეღო და ეკლესიისთვის წრე შემოერტყა. და ამის შემდგომ უკვე ამ ადამიანმა ეს მართლაც გააკეთა და მოგვიანებით, როდესაც მამა პაისთან დაბრუნდა, ასეთი კითხვა დაუსვა მამა პაისმა. როდესაც შენ ამას აკეთებდი, რომელიმე ადამიანის ლაპარაკი გესმოდა თუ არა? ხოლო ამ ადამიანმა უპასუხა, რომ არავის საუბარი არ ესმოდა. მაშინ მამა პაისმა უთხრა, რომ ესე იგი გამოდის, რომ შენ თვითონ მრევლის ხმაურის გამო კი არ გეშლება ხელი, არამედ იმის გამო, რომ შენ გონება გაფანტული ხარ ღვთისმსახურების დროსო. მაგრამ მაინც რთულია. რა თქმა უნდა, ესეა თუ შენ ჩართული ხარ მთელი სულით და გულით ლოცვაში, არ მიაქცე იმას ყურადღებას სხვა რას ლაპარაკობს, მაგრამ მოდი იმ ადამიანების გადმოსახედიდან შევხედოთ, ვინც ხმაურობდა. იმათ ხო გამართლება არ აქვს. ისინი ხო ვერ იტყვიან, რომ ჩვენ ხელს როგორ შეგიშლით, შენ თუ ლოცულობ, ილოცე შენთვის. ჩვენ ლაპარაკს რატო აქცევ ყურადღებას, მაგას ხო ვერ იტყვიან. ამიტომ ჩვენ თუ ვინმეს ხელს უშლით ლოცვაში, ეს ძალიან ცუდია. ჩვენ და ჩვენს თავს მოვკითხოთ ის, რომ ეს შვიდი გარემო შეიქმნას ყველასთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ თუ ლოცულობ, უნდა იცოდე, რომ არ მიაქცია ყურადღება იმას, მაგრამ შენ თუ ხმაურობ და ხელს უშლი, იმას უნდა გეშინოდეს ძალიან, იმიტომ რომ შენ ღმერთთან საუბარში უშლი ადამიანებს ხელს. მე ვკითხულობ ღირსი სერაფიმის საროველის სასწაულო მოქმედის წიგნს. და მე მომწონა ეს მონაკვეთი. 1825 წლის 25 ნოემბერს წმინდა სერაფიმის საროველი ლოცულობდა მდინარე საროვის წინ. სადაც წმინდა იოანეს ნაკადული ჩამოედინებოდა და გამოეცხადა ლოცვის დროს მას ღვთისმშობელი. და ამასთან ერთად წმინდა იოანე და პეტრე მოციქულები. ღვთისმშობელმა კვერთხი დაარტყა მის წყალს და იქიდან სასწაულებრივად წყალმა მოხეთქა. მე ვკითხულობ მამა პაისის მეორე ტომს. დღეს ადამიანი ებრძვის ეშმაკს და უნდა ვიცოდოთ, რომ უფრო შევკავშირდეთ ერთმანეთთან, ერთად ვიაროთ ჩვენს მიერ არჩეული გზით და ერთად ავიდეთ გოლგოთა და დაგრეხილი ბილიკებით. მე ვკითხულობ მამა პაისი მთაწმინდელის მეოთხე ტომს და მე ამ კვირაში წაკითხულიდან მომეწონა ეს ეპიზოდი. ოკუპაციის დროს ერთ სახლში ერთი პატარა ბავშვი ყოფილად დარჩა და ერთმა ყატაკმა შეიფარა ეს ბავშვი, რომელსაც 10 ბავშვი ყავდა და ამ თავის ბავშვებთან ერთად მასაც ულიდა. რამოდენიმე ხანში კი, როდესაც მას შვილივით უყვარდა ეს ბავშვი, ამ კაცს ღმერთმა საოცარი წყალობა მიანიჭა. მე ვკითხულობ მამა პაისი ათონელის პირველ ტომს. მე მომეწონა, მიუხედავად იმისა, ეს წინადადება მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობამდე მივიყვანით, მერთი ბედის ანაბარად არ გვტოვებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სადაც ან ცუდი როდესაც ჩავედინოთ, ის ყოველთვის ის ცოტა მაინც
მოგვინანიებს და ის მოგვიტევებს ხო? მიგვიტევებს და სადან ყოველთვის და ყველგან და ყოველთვის დაგვეხმარება. კი ბატონო, მაინც არ დაგტოვებს, როგორც უდათაც არ უნდა მოიქცე, არ დაგტოვებს, ხო მართალია? დიახ. უბრალოდ ჩვენ ვტოვებთ ღმერთს, თორე ღმერთი ჩვენ არასოდეს არ ვტოვებს. დიახ. მე ამ კვირაში წავიკითხე წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება და ამ წიგნიდან ყველაზე მეტად ის მომენტი დამამახსოვრდა, როდესაც ამ წიგნში ეწერა, რომ წმინდა ნიკოლოზი ყოველთვის მდუმარედ აღასრულებდა სასწაულებს. ამ ყველაფერს კი წმინდანი იმიტომ აკეთებდა, რომ ხალხს არ ეფიქრათ, რომ ის ღმერთის გარეშე აკეთებდა ამ სასწაულებს, რადგან ისინი ასე კარგად ვერ ფიქრობდნენ. და ეგონათ, რომ მხოლოდ წმინდა ნიკოლოზი აკეთებდა სასწაულებს და მას ღმერთი არ ეხმარებოდა. ანუ ნახეთ, აი წმინდანები ყოველთვის გაურბოდნენ იმას, რომ ვიღაცას მათზე შეხედულება ჰქონოდა იმაზე მეტი, ვიდრე ისინი იყვნენ სინამდვილეში, იმიტომ რომ სინამდვილეში ღმერთი აკეთებინებს ადამიანებს, ხო მართალია? როგორ? ხო, ეგ სალოსებიდან. ანუ ზოგადად ვამბობ, აი თუ ჩვენგან რამე კარგი კეთდება ღვთის გარეშე არ არის, ადამიანმა მიიწეროს ის, რაც მისი ხელით კეთდება, ეგ ნიშნავს იმას, რომ თქვას, რომ მე ღმერთი კი არ მეხმარება, ამას ჩემით ვაკეთებ. და ეგ ძალიან დიდი უმადურობაა ღვთისადმი და ძალიან დიდი შეურაცხყოფა. მე ამ კვირაში წავიკითხე, ესე იგი, მამა პაისი ათონელის მესამე ტომიდან ის საუბრობს ადამიანურ და ღვთაებრივ სამართალზე. ადამიანური სამართალი რა არის? მარტივად რო ვთქვა. შოკოლადი გაქვს, შუაზე გაყო. ნახევარი შენ ძმას მისცე, თუ შენ დას ნახევარი შენ დაიტო. მაგრამ საღვთო სამართლიანობა ის არის, რომ მას იმდენი მისცე, რამდენიც უნდა. და შენთვის დაიტოვო ის, რაც მას არ უნდა. სიტყვას, აი მაგალითი მოყავს რა. გახსოვთ ეგვიპტიდან რო გამოვიდნენ აბრაამი და თავისი ძმის წული ლოტი. მათ წემსებს საძოვრების გამო რომ ჩხუბი მოსდიოდათ, აბრაამმა რა უთხრა? აი გაიხედეო, განა შენს წინაშე არ არის ეს მიწაო. შენ თუ მარჯვნივ წახვალო, მე მარცხნივ წავალ. შენ თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ. ანუ რატო უნდა ვიჩხუბოთ ამ რაღაცის გამო? აი ეს არის საღვთო სამართლიანობის ძალიან კარგი მაგალითი. შენ უთხრა, შენ აირჩიე. და კიდე რა საუბრის ისიც, აი მაგალითად ორი ძმა არის და ნაკვეთი უნდა გაიყონ. შუაზე კი არ უნდა გაიყონ, ეს ადამიანური სამართლიანობა იქნება. შეიძლება ერთს 6 შვილი ყავს, მეორეს 2 შვილი ყავს და იმის მიხედვით უნდა გაიყოს, ვისაც რამდენი ჭირდება. შეიძლება ვიღაცას ეს უფრო მეტი აქვს ხელფასი, მეორეს უფრო ნაკლები. შეიძლება ადამიანი თავს იმშვიდებდეს იმით, რომ მე ხო შუაზე გავყავ. მაგრამ ეს არ არის საღვთო სამართლიანობა, ეს არის ადამიანური სამართალი. და ამას ამბობს, რომ ეს ადამიანური სამართალი ადამიანს სიხარულს არ ანიჭებს. სიხარულს ანიჭებს. აი აბრაამს ძალიან უხაროდაო, რომ ლოტიო კარგ ადგილებზე დამკვიდრდა. ლოტს მერე რაც შეემთხვა ეს იცით თქვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აბრაამის გადაწყვეტილება ესეთი იყო, რომ აერჩია არა მას, არამედ სხვას, ამ შემთხვევაში ლოტს. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო ამ საკითხავების ჩვენამდე მოტანისათვის და იმ ადამიანებამდე მიტანისთვის, ვინც ახლა ამას უყურებს და თქვენ გისმენთ და დღეს ჩვენი შეხვედრა ამითი დავასრულოთ. მადლობა ყველას, ვინც ამას უყურებდა და მადლობა ჩვენს საკვირაო სკოლის ბავშვებს. მომავალ შეხვედრამდე.